გამარჯობა. ჩემი ხმა თუ ისმის კარგად. რომ მომწეროთ. იმედია ისმის. დღეს დავფიქრდი ეგეთ თემაზე, როგორიც არის დისციპლინა. და იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია დისციპლინა ადამიანის ცხოვრებაში და ცოტა მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც იცავ დისციპლინას და აკეთებ ამ თუ იმ დავალებებს ყოველდღიურად და ამით უქმნი შენს სხეულს და შენს თავს პირველ რიგში არა კომფორტულ პირობებს. სულ საუბრობ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც სხეულთან გაქვს მჭიდრო კავშირი და გესმის მისი ენა, გესმის ის თუ რას გეუბნება სხეული და რამდენად ახლოს ხარ სხეულთან, აქედან გამომდინარე იქმნება შენი შინაგანი სიმშვიდე. მაგრამ იქამდე სანამ ახლოს იქნები სხეულთან და სანამ კავშირს დაიჭერ და ახლო კონტაქტს ჩამოაყალიბებ, იქამდე აუცილებელია დისციპლინის დაცვა და ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს დისციპლინას დაუბრუნდეთ ცხოვრების მანძილზე ძალიან ხშირად. იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც მე ვიცავ დისციპლინას და რაღაც მიზანს ვაღწევ, სხეული და ცნობიერი ეგეთია, რომ ჩვენ გამოვარდებით ისევ დისციპლინიდან, აღმოჩნდებით კომფორტის ზონაში და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ისევ ჩვენზე და ის მიღებული შედეგი შეიძლება დავკარგოთ რაღაც მომენტში. და აღმოჩნდეთ ისევ საწყის წერტილში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საწყისი წერტილი. ეს არის ის წერტილი, სადაც უბრალოდ შენ გადაიტვირთები და იწყებ გზას თავიდან. დისციპლინა არის ძალიან რთული არა, უფრო არა კომფორტული და ჩვენი ტვინისთვის ნამდვილად რაღაც გაკვეთილია. ანუ გასაკეთებელი რაღაც რუტინული გაკვეთილი, იმიტომ რომ ტვინი ყოველთვის გვებრძვის, რომ ავირჩიოთ მარტივი გზა, ავირჩიოთ ის ხერხი, რომელიც მოგცემს უფრო მეტ თავისუფალ დროს, ნაკლებად დავთრგუნავს, ნაკლებად მოგვიწევს რამე საქმიანობის რუტინულად გაკეთება და ტვინი ყოველთვის ირჩევს იმ მექანიზმს, რომელსაც შეჩვეული არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს და ვირჩევთ იმ გზას, რომელიც ნაკლებად მარტივია, ვირჩევთ დისციპლინას და ყოველდღიურად ვაკეთებთ რაღაც დავალებებს. რაც შეეხება ჩემთან მუშაობის პრინციპს, ზუსტად ამაში მდებარეობს მთელი არსი და მთელი აზრი, რომ ჩვენ ვსწავლობთ ნელ-ნელა დისციპლინას. ხშირ შემთხვევაში ძალიან მაგალითად ელემენტარული რო ავიღოთ, ძალიან რთულია დილით ადრე ადგომა და დაწყება საკუთარ სხეულზე და საკუთარ თავზე მუშაობა. მაგრამ, როდესაც რამდენიმეჯერ ამას გააკეთებ და შენს ტვინს ანახებ სხვა გზას, სხვა მიმართულებას და ასწავლი, რომ იცი რა არსებობს, ესეთი წესი უნდა ავდგე. ეს არის ჩემი ვალდებულება. და ამ ყველაფერს რო აკეთებ თავიდან იძულებით და იძულებით არა, უფრო ირჩევ ახალ გზას და ტვინს აჩვევ ამ ჩვევას, კარგ ჩვევას. მე რა თქმა უნდა უფრო მარტივდება და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მოაქვს შედეგი. დიდად რომ ეს არ არის იმდენად რთული, როგორც მაგალითად ყოველდღიურად აკეთო ის პრაქტიკები და ის ტექნიკები, რასაც მე ვაძლევ და რასაც მე ვუჩითებ ჩემს გოგოებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დღესდღეობით
როდესაც ხალი კარგავს საკუთარ თავთან კონტაქტს, საკუთარ სხეულთან, აი იმ რაღაცებს გასაღებების მოძებნა მარტივია. იმიტომ რომ გამოჩნდება ვიღაც რაღაც წაიკითხავ, აღმოაჩენ, რომ აი ეს შეიძლება გავაკეთო და ამან მიშველოს. მაგრამ ამ ყველაფერს შე შემთხვევაში ხალი იღებს და ინახავს, ანუ ხალი არა ადამიანიც. იღებს და გადაინახავს, იცი რა ამას მერე გავაკეთებ, ხვალ გავაკეთებ, ზეგ გავაკეთებ. და სინამდვილეში დრო მიდის, შენ არაფერს არ ცვლი და ხარ ისევ იმ წერტილში. და ზუსტად აი ამაზე ვცდილობ ვიმუშაობ ქალებთან და ამისთვის არის ეს მხარდაჭერა, ეს ყოველდღიური და ჩვენი კონტაქტი, რომ მე მაქვს იმის საშუალება, რომ შენ გაკონტროლო და გითხრა, ეს გააკეთე? მიგითითო. აბა ამაზე მუშაობა დავიწყოთ. გადახსენო, რომ ეს არის გასაკეთებელი გეგმის მიხედვით. და რა თქმა უნდა, თავიდან ეს რთულია, იმიტომ რომ არ ხარ შეჩვეული, რთულია, რომ შეიძლება გააკეთო რამე ტექნიკა შენთვის პირველია და უჩვეულო იყოს და საერთოდ რწმენა არ გქონდეს ამ ტექნიკის მიმართ, იმიტომ რომ აი ყოფილა მომენტი, რომ ძალიან მარტივი ტექნიკა მიმიცია და ეს რა არის, ანუ ამან რა უნდა გააკეთოს და როდესაც პრაქტიკაში ძალიან ბევრჯერ აკეთებ და ყოველდღიურად მუშაობ საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, შედეგი მალევე მოდის. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გააზრება საკუთარ თავში და მიღება, რომ ეს უნდა აკეთო. ამის გარეშე წინ ვერანაირად ვერ წავალთ. ჩემს პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, როდესაც დამიწყია მუშაობა ყოველდღიურად ქალთან, მაგრამ ის არ აკეთებდა იმ მოწოდებულ დავალებებს, იმ ჩემს ტექნიკებს, რასაც უწერდი ვიდეო მასალას, იმიტომ რომ სიზარმაცე და ის კომფორტის ზონა იყო მაღალ დონეზე და ვერ ცდებოდა. ძალიან რთული იყო იქიდან გამოსვლა. დაგჭირდა ძალიან დიდი დრო, რომ უბრალოდ დაგვემუშავა რამოდენიმე ტექნიკა. მაგრამ იმის შედეგად, რომ ადამიანი და ქალი არ დანებდა და ბოლომდე თავის მიზანს ადგა და ახსოვდა რა უნდოდა, რა თქმა უნდა, ცხოვრება შეეცვალა და დღესდღეობით მიაღწია იმ გაცნობიერებას, რომ ეს სიზარმაცე უნდა გადალახო თავად. თავისით, ესე რომ მარტივად შენ გადალახოს, ანუ თავისით გადავიდეს ეს სიზარმაცე და გაგიაროს, ესე ვთქვათ, უხეშად. ეგეთ რაღაც არ მოხდება. შენ თუ არ გააკეთე რამე ნაბიჯები და თუ არ შეცვალე შენი მიდგომა რაღაცეების მიმართ, თავისით არაფერი არ შეიცვლება. და რეალურად ნებისმიერი ჩვენი მიზანი, რაც თავში გვაქვს, ის ოცნება, სურვილი, რაც შინაგანად გვინდა, იმ ყველაფერს სჭირდება გზა, ანუ შენი პატარ-პატარა ნაბიჯები. ამ ნაბიჯების გარეშე არ შეიქმნება ახალი რეალობა. და ძალიან ხშირია, როდესაც მალე ვნებდებით ადამიანები და აღარ ვირჩევთ იმ გაცნობიერებას, აღარ ვირჩევთ ახალ გზას, ახალ არჩევანს, ვნებდებით შუა გზაში, ვტოვებთ ყველაფერს და ისევ თავიდან იწყება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ გზიდან გადაუხვიე და არ ნიშნავს იმას, რომ შენ უკან დაბრუნდი სადღაც და ჭაობში ხარ. არა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე ოდესღაც შენი გზა აირჩიე, ცვლილება უკვე გააკეთე. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შენი ტვინი შეჩვეულია იცხოვროს იმ ცნობიერებით, რაც გქონდა, უბრალოდ ისევ ჩაგითრია, ესე ვთქვათ, იმ ძველ სისტემაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ აგრძელებ გზას. არა. ესეც აუცილებლად არის გზა. ანუ არ არსებობს დაკარგვა იმ გაცნობიერების, რაც უკვე შეიძინე. არ არსებობს დაკარგო საკუთარი თავიდან დაკარგვა. არა. შენ უკვე იპოვე შენი თავი, შენ უკვე ამ გზაზე დგახარ და უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი საფეხური, რომელიც უნდა გაიარო. და როდესაც შენ ახლა ამ მომენტში დანებდი და ისევ ადექი და აგრძელებ გზას, აუცილებლად რამდენიმე ნაბიჯით წინ ხარ. იმიტომ რომ გადააბიჯე იმ სიზარმაცეს, გადააბიჯე შენს ტვინს და მიეცი შენს ტვინს ის სტიმული და ის мотиваცია, რომ დაინახოს ის სხვა საფეხური, ის სხვა განზომილება. ამიტომ თუ დავიწყეთ ეს გზა, თუ დგავართ ამ გზაზე, თუ ნინას ვუსმენთ მაგალითად რაღაც სიახლეს ვაკეთებთ, ჩვენ ცხოვრებაში ვქნით რაღაცას, ახალ ნაბიჯებს ვადგამთ, აუცილებლად ის ყველაფერი მოიტანს შედეგს
ადრე თუ გვიან, მაგრამ მნიშვნელოვანია ბოლომდე ვიაროთ ამ გზაზე. და გავითვალისწინოთ ის, რომ ნებისმიერი გაჩერება, ან ნებისმიერი მიმართულების შეცვლა ესეც გზა არის. და ნებისმიერი ჩვენი არჩევანი ქმნის ახალ არჩევანს და ახალ სცენარს. ძალიან ურთიერთკავშირშია ეს ყველაფერი. ყველა ადამიანს აქვს თავისი სცენარი. ანუ ამ ცხოვრებაში და ამ მატერიალურ სამყაროში ჩვენ მოვედით ჩვენი სცენარით. ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი გაკვეთილი, რომელიც უნდა გავიაროთ. ვიღაცისთვის ეს არის საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ვიღაცისთვის ის არის რომ კარმული ურთიერთობა გაიაროს, ვიღაცისთვის კარიერაში უჭირს თავის რეალიზება, ფინანსურად რთულად არის. ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ვიღაცას. ეს ყველაფერი არის ჩვენი გასავლელი, ჩვენი გაკვეთილი, მაგრამ ამ გაკვეთილს ჩვენ როგორ გავივლით? მადლიერებით თუ მსხვერპლის როლში, ეს არის უკვე ჩვენზე დამოკიდებული. და როდესაც მე ვირჩევ რომ გამოვიდე მსხვერპლის პოზიციიდან და მე მადლიერი ვხდები და ვიწყებ მუშაობას ჩემს თავზე, დისციპლინას იქ უჭირავს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. და აი ზუსტად ეს არის ძირითადი ჩემი мотивация ეს იყო ყოველთვის და ჩემი ძირითადი მიზანი ეს არის რომ დისციპლინა ვასწავლო ქალს და ვასწავლო ის რომ საკუთარ თავზე მუშაობა მოდის მხოლოდ იმით რომ შენ გააკეთო ეს ნაბიჯი, შენ დაიწყო შენ თავზე მუშაობა და არ ელოდო ვიღაცას ან რამეს. და ყოველდღიური მენტორობა ზუსტად აი ამ მიზნით შევქმენი, რომ ყოველდღიურად მიწევდეს ქალთან ურთიერთობა, ყოველდღიურად მოვახთინო მის ცნობიერზე და ქვეცნობიერზე ზეგავლენა და აუცილებლად დისციპლინის მეშვეობით მივახციოთ შედეგს. ხშირ შემთხვევაში შედეგი მოდის ძალიან მალე. რატომ? ესე ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევაა, შემთხვევა და სიტუაცია, როდესაც ქალს აქვს რამე ჯანმრთელობის პრობლემა, ან აქვს პრობლემა გრძნობელობასთან, სიამოვნების განცდასთან, რეალიზაციასთან. დღესდღეობით რეალიზაციას ძალიან დიდი როლი უჭირავს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ქალს არ აქვს გაღვიძებული ის ენერგია, რომელიც ხელს შეუწყობს რომ თავი გამოავლინოს ამ მატერიალურ სამყაროში. და ხშირ შემთხვევაში ეს ენერგია უბრალოდ იკარგება. იკარგება, ხდება დისტრუქციული. დისტრუქციული ნიშნავს ის, როდესაც ჩემს ენერგიას, ჩემს სასიცოცხლო ენერგიას მე ვიყენებ საჭიროდ რა, ანუ ვიყენებ კამათში, ვიყენებ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რაც ჩემთვის მავნებელია, ვიყენებ უაზროდ დროის გატარებაში და არა იმაში, რომ ჩემს საქმეში და ჩემს საყვარელ პროფესიაში ან რამე მოწოდებაში თავი გამოვავლინო და ვრიალისტე. ამაში არ ვიყენებ. და აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც დღესდღეობით აქვს ბევრ ქალს. რატომ მოდის შედეგი მალე? იმიტომ რომ როდესაც შენ ცხოვრობ რუტინულად, ანუ სისტემაში ხარ და აკეთებ ერთი და იგივეს, აი 30 წლის განმავლობაში, მაგალითად 25 წლის განმავლობაში, ყველაფერი უკვე აწყობილია შენი სცენარი, ასე ვთქვათ რა, მარტივად, შენ უკვე იცი რომ დილით უნდა ადგე, წახვიდე სამსახურში, მოხვიდე, გააკეთო საჭმელი, ჭამა დაიძინო. ანუ იცი რა ეს განრიგი და იცი რომ აი არაფერი არ შეიცვლება. ანუ არ ელოდები არაფერს. და უეცრად იწყებ მუშაობა საკუთარ თავზე, იქ აკეთებ პრაქტიკეს, თერაპიას გადიხარ ჩემთან ერთად, რაღაც დავალებებს გაძლევ, ტექნიკებს აკეთებს, ხელთან იწყებ მუშაობას, იქ ცეკვა, იქ რაღაც და უკვე მოდის ცვლილება. ანუ უკვე ეს ელემენტარულია, გარედან ელემენტარული ჩანს, რომ რაღაცეების შეცვალე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრი რამე იცვლება ამ დროს. შეიძლება შენ მიზანი გქონდა, არ ვიცი, რაღაც პრობლემის მოგვარება ჯანმრთელობის და ამავდროულად მოგვარდა როგორც ჯანმრთელობის პრობლემა, ასევე ავიმაღლეთ ენერგია და დავიწყეთ უკვე რეალიზაციაზე მუშაობა და შენ იპოვე საკუთარი სამსახური თუ რა ვიცი მოღვაწეობა, რაც გსიამოვნებს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ალბათ ეს ყველა მიცით, რომ ყველას არის რამდენიმე სფერო, სადაც ადამიანი რეალიზდება. ხო, ესა ოჯახი, ეს არის ურთიერთობები, ეს არის
ფინანსური მხარე, ჯანმრთელობა და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი წარმოადგენს ერთ ენერგიას და რა თქმა უნდა, ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან და როდესაც შენ ერთ რაღაცას აგვარებ, შენ გეძლევა იმის ენერგია ბუნებისგან და შენი სხეული გაძლევს იმის ენერგიას, რომ შენ მოაგვარო რაღაც სხვა სფერო შენ ცხოვრებაში. აი მაგალითად